დილა მშვიდობისა, გამარჯობა და სალამი. გეპატიჟებით კიდევ ერთ ვიდეოზე ის ბრენდისგან. ჩემი სახელია ჰუბერტი და დღეს გაგაცნობთ კიდევ ერთ სათყვარას სერიიდან. მობრძანდით. სათყვარა, რომელსაც დღეს მინდა გაგაცნოთ, არის საოცრად უნივერსალური სათყვარა. თუ ეძებთ სათყვარას, რომელსაც 1 კილა რომ იყიდოთ, წყლის პირას სახვიდეს და ფაქტობრივად ყველაფერს დაიჭერთ, მაშინ სწორედ თქვენთვისაა. იმიტომ რომ ეს არის სათყვარა, რომელიც საოცრად კარგად იმიტირებს მწერებს, როგორც საერთოდ ის მთელი სერია შესანიშნავად იმიტირებს ბუნებას, ასე რომ ამაში გამორჩეულია. და ერთი პატარა საინტერესო ფაქტი, ეს არის ერთ-ერთი პირველი სათყვარა, რომელიც საერთოდ შექმნა ის ბრენდმა. ეს უბრალოდ ასე, თემიდან გადახვევით, მაგრამ მოусმინეთ უპირველეს ყოვლისა, ეს არის სათყვარა, რომელიც იდეალურად გამოგადგებათ მდინარეებში კალმახის დასაჭერად ან ტრუტერის ფორმატში. დამატებით, ძალიან ეფექტურია ქორჭილას დაჭერისას. ასევე თეთრი თევზისთვისაც. ხშირად შეიძლება შეგხვდეთ ლინი, კარასი ან თუნდაც ლეში თუ ვსდრეგა. ეს სათყვარა საოცრად უნივერსალურია ასეთი თევზაობისთვის. მაგრამ გადავიდეთ მთავარზე. რას უნდა ველოდოთ თუ ის ვიყიდით? ჩვენთან ნახავთ სხვადასხვა ფერში, რადგან ის სერიის წარმომადგენელია. ეს არის სერია, მაგრამ გახსოვდეთ, ის ასევე შესანიშნავია თეთრი თევზისა და ქორჭილას დასაჭერად. დამატებით, გვაქვს 4 არომატული ვერსია, მათ შორის ნიორის არომატი. ასევე გვაქვს გრილის არომატი. ასევე გვაქვს არომატი უსუნო და ალბათ ყველაზე პოპულარული მეთევზეებში ყველის არომატი. არაფერს დავმალავთ, ყველი ალბათ ყველა მეთევზეს უყვარს. უკვე ვთქვი, რომ ძალიან უნივერსალური სათყვარაა. და აი, თავადაც ნახეთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. ეს არის გენიალური სათყვარა, რომელიც თუ ძალიან მოკლე კაუჩზე დავამადრებთ, აქ ნამდვილად გირჩევთ ძალიან მოკლე კაუჩების გამოყენებას, მალე წყალში ნახავთ, როგორ იქცევა. შეგეძლებათ თავად შეაფასოთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. თუ გამოიყენებთ ან მსუბუქ ჩებურაშკას, ან ჩვეულებრივ ჯიგის თავს, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან მოკლე კაუჩზე შეძლებთ ეფექტურად დაამუშავოთ სასურველი ადგილები. ეს სათყვარა, თუნდაც როცა ძივზე დევს, ძალიან კარგად გამოიყურება და თევზები. ხშირად მქონია ასეთი შემთხვევა, როცა პოლარიზაციური სათვალეებით ვუყურებდი, სათყვარას ძივზე ვდებდი ისეთ ადგილას, სადაც დინება ძალიან ძლიერი არ არის. ის უბრალოდ იდგა და კალმახი უპრობლემოდ ჭამდა მას. მაშინ მე მიცურავდა რომელიმე ღარიდან ან დაჩრდილული ადგილიდან, სადაც შეიძლება გეგონა რომ იყო, მაგრამ სხვა სათყვარებზე რეაგირება არ უნდოდა. იქ იდეალური პასუხი იყო. ახლა კი რომ აღარ გავწელო, ნახეთ, როგორ იქცევა ის წყალში. იმედია ეს თქვენთვის საინტერესო იყო. ასევე იმედი მაქვს, რომ ამ სეზონზე ცდით ძალებს ით თევზაობაში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოგეჩვენოთ, თითქოს ეს საკმაოდ მძიმე სათყვარაა, რადგან ხშირად მის მოძრაობას ანკესით ვანიჭებთ. სინამდვილეში ეს ძალიან მარტივი, სასიამოვნო და დამაკმაყოფილებელი თევზაობაა. იმედია მოგეწონათ. თუ მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, ეცვიეთ ვებგვერდს. იქ ნახავთ ჩვენს მიმდინარე კატალოგს, სადაც დეტალურად გიამბობ ყველაფერს, რაც კი გსურთ იცოდეთ ჩვენს სათყვარებზე. იქ ნამდვილად ყველაფერი არის მოცემული, მათ შორის რომელი თავები უნდა გამოიყენოთ, ასევე რომელი ზომის კაუჩები შეეფერება კონკრეტულ სათყვარას და ასევე ყველა ჩვენი სათყვარის ზომები ზუსტად არის აღწერილი. ასევე ნახავთ რჩევებს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი თევზაობისას. შემოდით ჩვენს ზეის ანგარიშზე და ასევე გამოიწერეთ და მოიწონეთ ეს არხი. ეს ძალიან გაგვახარებს და გეპატიჟებით, რომ თვალყური ადევნოთ ჩვენს შემდეგ მასალებს. მოგვიანებით შევხვდებით. იყავით კარგად. გამარჯობა.